დარწმუნებული ვარ, რომ მიტინგზე მოიძებნება ადამიანები, ვინც უბრალოდ კითხო, ჩვეულებრივად დისკუსიაში რო კითხო, რა პირობებში აქვს ადამიანს ქუჩის გადაკეტვის უფლება. ანუ არა კონკრეტულად ამ მიტინგის მიმართ. აი ზოგადად როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, სადაც მაგალითად პოლიტიკურ პარტიას როგორი უფლებები აქვს, რა თავისუფლებები არსებობს, მომიტინგეს როგორ უნდა იქცეოდა და ამ შემდეგ. და იქ განსხვავებული აზრი იქნება. და დისკუსია გავხსნათ, რომ აი მართლა რას აკეთებთ. აი ჩვენ არ მოგდოს მილიონჯერ ვაქვს ნათქვამი, მაგრამ ხო უნდა იყოს საუბარი დაწყებული, აი ეს მიტინგებს რა მიზანი აქვს, როგორ მიდის ამ მიტინგებით მაგალითად, როგორ ხდება ბიზნესის დამარცხება. ხო უნდა გასაგები იყოს, რომ ასე თამაში არ შეიძლება გააგრძელოს. საბოლოო ჯამში ყველაფერი პოლიტიკაში გადის ადამიანების რაოდენობაზე. მიტინგი იქნება, არჩევნები იქნება, რევოლუცია იქნება, რა პროცესი უნდა იყოს, რაოდენობა წყვეტს საბოლოო შედეგს. მე არ ვარ მომხრე იმის, რომ ყოველი მომენტის დრამატიზაცია გავაკეთოთ, რომ ხალხი აი ბოლო მომენტია და ეხა თუ ეს არ გავაკეთეთ, ხვალ ყველაფერი დაინგრევა. თუ გაიხსენეთ მაგალითად აგენტების კანონზე, რამდენი იყო შეფასება, რომ აი ეხა თუ არ მოხდება, NGO სექტორი არ გვექნება ხვალ. და აი რამდენი ასეთი დრამატული შეფასება იყო, რომელსაც მე საბოლოო ჯამში იმისა იყო, გელგელის არ იყო, ხალხი უკვე შეიგუა ამ ამბავს და როცა მართლა დაიწყო აგენტების კანონის შემოწირულობა მნიშვნელოვნად დააზიანა მე. არა, დააზიანა, მაგრამ ის როცა ამოდენ, რომ აი აგვისტოში აღარ იქნება არც ერთი NGO, სექტემბერში აღარ იქნება და ამან საბოლოოში ხალხში სხვა განცდა გააჩინა. ამიტომ მე ზოგადად წინამდებარე ამ დრამატიზაციის. სულ ეს ისტერიული ფონია მოპოლიციურ ფლანგზე თუ დააკვირდებით, სულ აი ბოლო გადამწყვეტი ბრძოლა. აი ეხაც და რეჟიმი ჩამოიშლება და ის რეჟიმი ასე არ თამაშობს. ის რეჟიმი თამაშობს ზელვადიან გეგმით, შვიდა წყნარად, სივსისხლიან გეთამაშება. აქედან ისტერიული თამაში არ უნდა იყოს. უნდა დამშვიდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი. სხვა გზა არ არსებობს.